ძალიან ცუდი მდგომარეობაა სოფელში. Შიმშილობს ხალხი რა, არა აქვთ ის, არანაირი ის არა აქვთ. მოსავალი რაღაცა გვექნება და ვიცხოვრეთ მაგით რომ ვაშლი იქნება, ლობიო იქნება, თუ რაც იქნება, მოსავალი მოგვივა და ვიცხოვრეთ მაგით. ეხლა ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ, ყველაფერი დაგვიზიანდა, ხო? თუ არაფერი არ გვიშველა მთავრობამ, არ აგვენაზღაურა ჩვენი დანაკარგი, ჩავალ ჩვენ და მიტინგებს მოვაწყობთ. რაც საჭირო იქნება გავაკეთებთ ყველაფერს. თუ დაითვალეს ზარალი. არაფერია, ჯერ გუშინ წინ იყვნენ ჩასულები და ამოვალთო და ველოდებით როდის ამოვლენ და თუ არაფერი გააკეთეს, ჩავალ ჩვენ და მიტინგებს მოვაწყობთ, ყველაფერს გავაკეთებთ იმის გულისხმით, რომ ჩვენ დანაკარგი ავანაზღაუროთ. დიახ. გიორგი, ასეთი მდგომარეობა ზარდიანთკარში კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ზარდიანთკარის მოსახლეობას თითქმის მოსავლის 90% გაუნადგურდა. თუ კი არ მოხდება ზარალის ანაზღაურება, ისინი აქციების გამართვით იმუქრებიან. მადლობა სოფო, მადლობა შენს სტუმრებს, რომლებიც ახლა შენს გვერდით იმყოფებიან.